გასაგებია, მაგრამ ფული უნდა დამებრუნოთ რა. არა ბატონო, αυτό ეს შეუძლებელია. რა ხდება? აი, ნახე. აუ, შენ მაგრა გულაობს, მა. ეს ნახე რა. ეს შენ გამოგიგზავნე? არა, ვაკოს. ხელი გამიშვი ხო, გამიშვი ხე. კარგი გოგო, ხელი თუ გაგიშვი, რანაირი ცოლი იქნებია? შენ ვერ ახარ კარგად რა ცოლი შეხვდები რასაკეთე? მოიცა, რას ვაკეთებ რა, მოვედი მანქანა გაგიჭერე, ჩაქსვი და წამოგიყვანე. სოფო, ჩვენი გადაწყვეტილებით სამსახურიდან უნდა წახვიდე. აი შენი განთავისუფლების ბრძანება. კარგი რა დროს კლიენტები ერთი წუთით რა. ეცი იქნებ მართლა გათხოვდადო. ჰა? რა გათხოვდა ზაზა? აი ხო დაგირეკა და გითხრა რომ გავთხოვდიო და მეტ რაღა უნდა ექნა მითხრა. ზაზა ხო ვიკა რომ იმ ცალტუნებს ცოლად არ გაყვებოდა ვერ ხვდები შენ თვითონ მაინც არ ყავს ხო, მაგრამ ხო ხდება ხოლმე არა რომ ვიტაცებენ და მე რაღაცა ხდება და რჩებიან რა. სად რჩებიან? კარგი რა ზაზა რა. მე შენ კიდე რა იყო? იქნება მართლა გათხოვდა. შენ რაღა გჭირს ერთი ძალიან მაგრად მაინტერესებს. ეგეთმა პათოლოგმა რომ მოგიტაცოს, აიღებ დარჩები და გათხოვდები? არა, შუაში ვარ. ხო და რატო არ გესმით ხახნო რომ უცნაურად მელაპარაკად ხო და ჯერ ადამიანი მეუბნება ჩამოდით არაგვის პირში და ვახოც წამოიყვანეთ. ამაში უცნაურს ვერაფერს ვერ ხედავთ? ხო. გამარჯობა. გამაგებინე წესიერად რა. მოგიყვები ხა ყველაფერს. მოკლედ გუშინ ვიკა წავიდა ჟილვალში. მთელი დღე არ გამოჩენილა, ურეკავდი გამორთული ქონდა, მაგრამ არ ვინერვიულე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ საღამოს უნდა დაბრუნებულიყო. მერე უცებ მირეკავს და მეუნება, ელენე სოსოს გავყევი ცოლათო. სოსოს გავყევი ცოლათო? ხო, რას ქვია? აბა ჟილვალში მიდიო. ხო და მეც მაგას ვამბობ, რომ გამორიცხულია რა, თან ისე ეზიზღება ვიკას ეს სოსო. აი იმ დღეს როინმა და ზაზამაც ცემეს ვიკას გამო ეგ ბიჭი. ეს ის ბიჭია? ვიკაზე აკიდებული რო იყო. ხო, და ხა მაგას არ გაყვებოდა ცოლად. გამადოროსნო, ხომ შეიძლება რომ მართლა გათხოვილიყო, ჰა? რა პრობლემაა? არ არსებობს, ვიცნობ ეხა ვიკას მე და არ გაყვებოდა მაგ სოსოს ზუსტად ვიცი. დავრეკოთ ეხა და გავიკოთ. ჯერ არ მithქოს მთავარი. მე უცებ მირეკავს და ძალიან რაღაცნაირად უცნაურად მელაპარაკა და მეუბნება რომ აუცილებლად ჩამოდით არაგვის პირში და ვახოც წამოიყვანეთო. ვინ ვახო? თქვენი ვახო, რამაზი ბიძიას ვახო, აი მითხარით, ვახო რა შუაში იყო. მოიცა, რას მეუბნები ახლა შენ? მე რომ ვიკა, რომელიც წავიდა შინვალში, გაყვა იმ დეგენერატს არაგვის პირში და იქიდან გირეკავს ჩამოდი და ვახო ჩამოიყვანეო? ხო, ნუ არ არსებობს. რა გეუბნებით მოიტაცა მეთქი. მოიტაცა, აბა რა ხნა და დავრეკოთ ახლა და გავარკვიოთ არ შეიძლება. არა, ეხლა დარკვით რამე არ გავაფუჭოთ. ჯერ ჩამოვყალიბდეთ რას ვაკეთებ და მე ისედაც ხო უნდა დაურეკო რომ ზუსტად მისამართი გავიგო. და პატრულში ვარ დავრეკოთ. არა, პატრულში არა.
ეხა მე დავრეკავ ვახოს ხო, რა გთხოვ. და ის გვეტყვის როგორ უნდა მოვიქცე. კარგი, კაი იქნება. ალო, ვახო? საქმე მაქვს რა შენთან პატარა? ხო. აუ, ძალიან დამაგვიანდა მგონი. ჯეი არ იქნება ხო ეს საცობები? ვიცი თბილისში სუსტაცობი არის. წავედი. წავედი მაგა. აუ ჯეი ხო ჩემ კომპიუტერში მაგრა ჭედავს. მგონი Windows-ია გადასაყენებელი. ის რაღაც საქმე მაქვს ხა და ცოტა ხანში იმოს გადაგიხადე ხო? გამარჯობა, უკას რა თქვენ მარიკა ხართ? არა, მარიკა გასულია, არა, ნებავთ. გუშინ დაიმარა 11 საათზე აგარაკენა გვენახა და კარგი, დაბდანთ ახლა გავარკვევ ყველაფერს. არა, სანდრო გაბისონია, მოსული 11 საათზე დაგიბარებია შეხვედრას. რა უქნა, გადავდა შეხვედრა? აუ, მარიკა, მე როგორ წავიყვანო? ხო, კარგი. მარიკას რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუშვა, მაგრამ მე ხოლმე გავარკვევ ყველაფერს. ერთი წუთი კიდე დამევედი. ჯეი, კლიენტი და გეხოწები შენ გაყევი რა სახლის ანახავად. აი, მე სად უნდა გავყო რა შუაში? აუ, აბა მე რა უქნა გთხოვ რა. მარიკას ელაპარაკე? კი. რა უმერე? შენ გაყევი რა. გაყევი? აუ, არ ვიცი მე. აი, რა უნდა? მარიკამ რას გითხრა ისინი გავაკეთე, არ ვიცი, უთხეს აღმოსმოდით. არა, მაგას ვერ ვეტყვი. აუ, თან დოდო გაგიჟდება ახლა ხო ეს? ხო, დამიტო გაყევი. აუ, კაი ხო. გასაღებები სადადება? მაგიდაზე. აი, მე და როგორ მივხვდა რომელია? ეცერება რომელიც არის, კაი, ნერვიულობდი, მარიკამ რას გითხრა, ისინი გავაკეთე. ხო, მარიკა ისე ადულაძურება ამ სიტუაციებიდან და მე როგორ რა გავაკეთო? ხო და მიბაძე შენც. იგივე გაკეთებს, ეს ფარი გაკეთებს, თუმცა მიდი, ნერვიულობდი ხარ რა. მიდი. მარიკას მაგურად მე რომ გამოყვეთ სახის სანახოთ რამე პრობლემა ხო არის? სულეთია, არ არის შრომა. კარგი, მაშინ ავიღებ საბუთებს, გასაღებს და ძალიან კარგი, უკვე თქვენი სახელი? მაგა. სასიამო მანქანა ყო შემოსასვლელთან გაჩერებული და ქვემო დაგელოდებ. კარგი. ავედი. აბა შეიძლება. ეს და შეგვაცხო. გასაღებ. აღარ მინდა შენი ტყუილების მოსმენა რა, საერთოდ აღარ მჯერა აღარაფრის. ბიჭო, რატო არ მისმენტო? ვაფშე გაგიჟდი, ხო? კიდე მე გავგიჟდი, ხო? ეხ ჩემი ბრალია ყველაფერი. კი თავი დამანებე რა ძალიან გთხოვ. ხიშვები? რავი, არაფერ შენ. რა ხშირ სალი რა სახება? იკას ვლაპარაკე. დაგირეკა ტელეფონზე? არა, სკაიპში. გუშინ მირეკავდა, მე მწერდა და არ პასუხობდი და ეხლა ლეპტოპი რა ჩავთა, ეგრევე დამირეკა. მეც დამირეკა გუშინ, რომ სალი არ იღებს ტელეფონსო და გეხოწები და მელაპარაკოს. ხო, ვაკოსაც დაურეკა. ხო, აღარ გითხარი გუშინ. ვაფშე რა აზრი აქვს რამეს? და გითხრა საერთოდ რამე? კი, როგორ არა? და რა? დამიწყო რაღაცების ახსნები. მეც ვლაპარაკე გუშინ და შევედიო სადღაც კაფეშიო, ვიღაც გოგოები გამეჩითნენო და გადავიღე ფოტოები. ხო, ესე პროსტა ვიღაც გოგოები რო გაგეჩითნან, ის არის ზოოპარკი, რომ მაიმუნთან სურათი გადაიღო თუ რა არის? ხო, არა, შენ რო დაგედოგეთი ფოტოები ძალიან მაინტერესებს მაგის რეაქცია. ხო, არის პანიკას აწევდა. აუ, ვაკო მირეკავს. ალბათ ამასაც იკა არაკინებს. ხო, ვაკო. სალი რა შვები? რავი, არაფერ შენ? რავი, მე გადაღებაზე ვარ, მისმინე ხა იკამ დამირეკა სალიმ სკაიპი ჩართოს. აუ, არ ვაპირებ. აი რა მოგივიდა და აელაპარაკე რა ნორმალურად. რაზე უნდა დაველაპარაკო? ისეთ ველაპარაკე და ისეთი სისულელეები მითხრა, რომ ჯობდა საერთოდ არ დაერეკა. ხო, ხედავ რომ შეწუხებულია და შერიგება უნდა, რომ ეკიდო ხوار და აიწყებ და რეკვებს და რაღაცეებს. აუ, ეხა რა ვქნა, მადლობა გადავუხადო, რომ არ ვკიდი ვარ? არ ვიცი რა უთხრა და გირეკავს ხა კიდე 5 წუთში. ხო და გადაეცი, რომ საერთოდ თავი დამანებოს. კარგით რა, დავედი მოკლედ. რა? არაფერი, ამანაც დამიწყო რაღაცების ახსნები. ეხლა ალბათ შენც დაგირეკავს. არა, ჩემთან მაგაზე აღარ დარეკავს, ისე ვიჭხობეთ გუშინ რა. ხო და თუ ეწყინა ცივი წყალი დალიას რა. კაი, სალი ხა გეყვავ. არ წავიდეთ ლექციაზე? მე ძალიან მეზარება რა, თან გუშინ მთელი ღამე არ მიძინია და გავაცდინოთ. კა? არ გშია? ნე.
მე არაფერი არ მიჭამია და გავიდეთ სამზარეულოში რამეს მოვამზადე. კარგაჩე? არა მიშავს. აბა მოიარე. რა ვიცი, კარგად შვე. როგორ ჩაიარა ოპერაცია ამ კონფერენციაზე? ძალიან კარგად შესანიშნავად მართლა. შენკენ რა ხდება? უფ, რა ვიცი. ჩემკენ დიდი ამბებია. ხო? რა ხდება აბა? სამსახურიდან წამოვედი. ხო, ვიცი და რა ვიცი, როგორ გითხრა და გამიხარდა მართლა. მიხარია რომ ჩვენთან მე დროს გაატარებ რა. ხო, კარგია. რა არ მინდოდა ესე ტელეფონით მეთქვა და ბატონო დარს ველაპარაკე. ხო, გავიგე. არა, ისეთ რაღაცები ხდება კლინიკაში, რომ გითხრა არ დაიჭერებ მათ. მართლა? დიმიტრი ბატონი გაგიშდა, მართლა. იცრებს აკეთებს, ლია ხო გახსოვს ეკოსკოპისტი. ხო, რა თქმა უნდა. დანიშნა მოადგილეთ და სოფო გაუშვა. ოღონდ სამსახურიდან გაუშვა და თან გააშვებინა ליას მეგობარს, წარმოიდგინე რა. ეხლა არ უმშევარ, თან კარგი სპეციალისტი, არ ვიცი რა იქნება რა. აი, ეს მადლობა. საშინელი ამბები ხდებოდა ის საშინელი. ხო. აურია რა, საფრთხეთი იყო. კეთი. ისრაელში შემოთავაზე სამსახური. მართლა, რა კარგია. ხო, თან მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოში რა. ნუ, წარმოიდგინე ყველაზე რთული ოპერაციები სადაც კეთდება და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვფიქრობ, რომ დავთანხმდე. რა უნდა ქნა, ეგეთ შემოთავაზებას ნატრობს ყველა ექიმი. ხო, მეც მასე ვფიქრობ. უბრალოდ ახალი ჩამოსული ვარ ახლა მართალია და ცოტა არეული ვარ, ასე ვთქვათ. რატო? მოკლედ როგორ გითხრა? მართალია მე და შენ არც ისე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მგონია რომ სწორად გამიგებ ეხლა რასაც გეტყვი. ეს ისეთი შემოთავაზებაა, რომ თუ დავთანხმდები და წასვლა მომიწევს, ეს რამდენი ხნით იქნება, არ ვიცი, ანუ განუსაზღვრელი ვადაა, ხო ხდები? ანუ შეიძლება ძალიან დიდი ხნით იყოს, შეიძლება სამუდამოდ თუ ცოტა ხნით მოკლედ ზუსტად არ ვიცი და აქედან გამომდინარე შენთვის მინდოდა მეთქვა რომ შენ ხარ ის ადამიანი რომელიც მინდა რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს ისრაელში. უკაცრავად. ხოლია. კეთი, უნდა ვილაპარაკოთ. ეხლა არ შემიძლია. კეთი, მოიცალე რა, სერიოზული საქმე მაქვს, უნდა ვილაპარაკოთ. მე მისლია, მაგრამ ეხლა არ შემიძლია. აი. მესმის რომ ასეთ რაღაცებს ესე არ ამბობენ, ესე უცებ. ისიც მესმის რომ რაღაცებს დრო ჭირდება, რომ თავისთავად მოხდეს. უბრალოდ ხო გესმის რომ ძალიან სწრაფად გამვითარდა მოვლენები ჩემთვისაც და ამიტომ მომიწია ესე სწრაფად მეთქვა შენთვის ეს ყველაფერი. ამიტომ პირდაპირ გეტყვი. კეთი. სოლოდ გამოყვები. ბაიმენიკა. ბოდიში, მაგრამ ალბათ ხვდები რომ დაბნეული ვარ. მესმის ვიცი. მე არ გაჩქარებ, ანუ არ ვიცი რა უნდა გითხრა. არა, ნუ მეტყვი, ეხლა ნუ მეტყვი პასუხს, მართლა არ გაჩქარებ. თუ გინდა ხვალ ზეგ, არ ვიცი, როცა მზად იქნები, მაშინ მითხარი პასუხი, ხო? სიჭობს. ხო. როცა შენ გინდა. სამი სართულია, პირველ სართულს ალკე შესასვლელი აქვს. ფართობი რამდენია სულ? 300 კვადრატული. ოთახების განლაგების გამო არ ჩანს დიდი ფართი. ეს ახალაშენებულია. კი, ახალაშენებულია. და ეს ფერებია ყველგან. დიახ, ჩვენი დიზაინერების ნამუშევარია, თუმცა შეგვიძლია თქვენი გემოვნების მიხედვით გადაკეთება. არა, ნუ პრობლემა არ არის. პრინციპში ეს ფერები ძალიან მოწონს. ქვემოთ რამდენი ოთახია? ქვევით არის სამზარეულო, მისაღები, სველი წერტილი და ერთი პატარა ოთახი. საძინებელი არ არის? არა, იმდენად პატარა ოთახია, რომ უფრო კაბინეტი იქნება. ასე იგი.
ზევი თუ არის საშუალება არ დავაკვირდი რომ გაკეთდეს კაბინეტი. არა მგონია, მაგრამ ეგეც თქვენზეა დამოკიდებული ვის როგორი კაბინეტი მოსწონს. სამაგიეროდ არის 4 საძინებელი და ყველა საძინებელს ინდივიდუალურად ცალკე აბაზანა ტუალეტი აქვს. გამეკვირდა რომ საქართველოში იშვიათად ხდება. ისე ძალიან კარგი უბანია. და რაში გამოიხატება? წყნარია, მშვიდია და ნაკლებად არის დასახლებული. ეგ კარგიც არის და ცუდის პრინციპში. ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ, წყალი, გაზი და შუქი პრობლემა არ არის, ყველაფერი კარგად მუშაობს. კი, რა თქმა უნდა, შუქიც არის, გაზიც არის, წყალთან არის ცოტა პრობლემები, მაგრამ ეს იმიტომ რომ ჯერ მჭიდროდ არ არის დასახლებული ეს. მე ცოტა პრობლემაა. სამაგიეროდ დიდი ეზოა და შეგიძლია გაკეთოთ აუზი ან დადგათ მაგიდის ჩოგბურთი. არა, ეზო მე შემიშლე დიდია, ხოთშორის აუზის კარგი იდეაა, მაგრამ წყალი არ არის. არა, ეგ პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია. უკაცრავად. მე ქვემოჩავა. დიახ, კი ბატონო. ალო. აბა რა ხდება? რა ვიცი, წყნარში ვართ. მოიწონა? ხო შეუკესახლე. კი, რა ვიცი. გონი, მაგრამ შენსავით ვერა. კაი, არი ნერვიულო, მთავარია რომ გადამარჩინე. მიდი მიხედე და გნახავ ოფისში, კოცნი. კაი, დროებით. ელენე რეკავს. ხო ელენე. სად ხართ? წყაროსთან ვართო. უთხარი ხელმარჯვნივ ამოუხვია და 50 მეტრში არის ნაცრისფერი კარი რა. ელენე, მარჯვნივ ამოუხვიეთ და ძალიან მალე არის ნაცრისფერი ჭიშკარი. კაი. უკვე მოსულა, წამო. წამო. მობრძანდით. გაუმარჯოს. აუდედა ისე ნერვიულობდი, მეგონა ხმას ვერ ამოვიყავდა. სახლის გაყიდვაზე რა განერვიულად და ნუ რა ვიცი, იმდენი დეტალია რაც არ უნდა გამოგჭეს და დაგავიწყდეს რა. კაი და ბოლო რა ქედი? მე მგონი მოეწონა, ნახოთ. თუ სულელი არ არის, რაც შენ ამიღწერე ისახლი, ხელიდან გასაშვები არ იყო ნამდვილად. ხო რა, მეც მასო ვფიქრობ. გამარჯობა. ლეო დედა როგორ ხარ? გამარჯობა, გამარჯობა. დასწრებით ყავს მოგიწადე. მადლობა. ეშვებით. ლუხები, ხო მთელი წელი დამტანჯა არ მიყვება. მიდი. მე ხელს ვერ ვაჩერებ მართლა. არ ვიცი, დანერვიულობენ. მიგამთხოვა ცოლობა. რა? მარტო თქვენ იცით ჯერ. თქვი. მოკლედ დღეს ჩამოვიდა ვნახე. და კლინიკაზე ველაპარაკებოდი, თან სოფოს შევპირდი, რომ შენზე მეტყვით იქონდა. ერთი წამი ღამღილა პაუზის მერე რაღაც სხვა სალაპარაკო ვერ ნახე. ნუცა ყოველდღე ველაპარაკობდი ტელეფონს და იქაური ამბები ისედაც ვიცოდი. თან სოფოს სამსახურზე და მე თქვა. მოიცა ერთი წუთი არ თქვა რომ უარის თქმას აპირებ. აი მე არ ვიცი. კეთი არ თქვა რომ არ მოგწონს. მომწონს. მაგრამ ისე მალე. რატო მალე ამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს? ისე ცოტას ვარჩქარა. ხო, მეც მაგას ვამბობ. თან ერთ კვირაში უნდა წავიდეს ისრაელში, წარმოიდგინე სამსახური შესთავაზეს. მოიცა ანუ მიყვები? მიყვები? ეს კაია შენი კარიერისთვის ხოთაშორის. ვიცი.
მაგრამ არაფერს არ მიფიქრია ჯერ. დანამაც არ იცის. მადლობა. კი, რა განერვიულებს ახლა? აი არ ვიცი. რო დავთანხმდა ნერვიულებს ის რომ ეს ქორწილი რაღაც ოჯახების გაცნობა. მოიცა ეგ რა სანერვიულო. და გადმოპატიჟებებთ რაღაცები, არ ვიცი როგორ რანაირად. აი რა, კარგი რა გჭირ შენ. შენ მე მგონი ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს და ყველა იგონებ რაღაცეებს ახლა. არა, გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ რა ვიცი, ალბათ დავთანხმდები. აი, ერთი მიზეზი მაინც თქვი, რის გამოც უარი უნდა უთხრა. რა დავჩქარობთ, მე მგონი ცოტა ხანი ერთმანეთს ვიცნობთ. აი, ქეთი მე დააკო სამი თვე ხვდებოდით. კაი, დამითანხმდით. მაგრამ არაფერი, ჯერ ნანას უნდა დაველაპარაკო, სანამ საბოლოოდ ვეთყვი რამეს. ქეთი ნანა სახლშია? კი, სახლში იქნება წესით, მოვიდოდა. კაი, მაკა გავალდე და ცოტა ხნით. რამე ხო არ გაიგო? არა, რა უნდა გაიგო, ისე ჩუმად ვლაპარაკობთ. წამორე იქით გადავსხდეთ და უფრო რაღაც გემრიელად ვილაპარაკებთ. მოიცა ეგ წამი, შენი მეჯორე ვინ იქნება? რაიმე შენ, მაკაც მე ვიყავ. რა მოკარია. მაია გამარჯობა. ისე მოხვედი ნინო? ხა, ვიცოდი რომ აქ იყავით. კი, აქ ვართ, აი, მე და საბა ეზოში ვართ ისე. ხო, კარგია მინდი. კი. ისე ვისია, ხო? აი, ესე ზის და არამის არ ეთამაში. კარგი, მივალ ცოტა ხანი საბასთან, კარგი? გამარჯობა საბა. გინდა რამე ვითამაშოთ? კარგი, მაშინ რადგან არ მელაპარაკები, მე ძალიან მოვიწმინე. მაშინ მე ვითამაშებ. არ გინდა? ეს რა არის? ეს თამაშია ესეთი. რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა და მანქანებით უნდა გაუსწრო. ეს თამაში მე ვიცი, ჩემ ძმამა თამაშობდა. მე მოგეწონა? კი. მეც მინდა თამაში. აუ, ეს პლანშეტი ჩემი რომ არ არის. აბასია. საბასი. ამ საბასი? აბა სხვა საბას აქ ვინმე ხედა? აბა შეერთომ თამაშობ. იმიტომ თამაშობ, მე რომ საბა მათხოვა. აუ, იცი რა, მე მგონია თქვენც რომ თხოვოთ, აუცილებლად გათხოვებთ. აუ, საბა გათხოვე. გათხოვე და ფეხბურთს გათამაშე. ხო. მაშინ მე ჯერ შენ, მერე მე, მერე შენ, მერე შენ და მერე შენ. აუ, რა მაგარია. აი, ეს მანქანა არის, ყველაზე ცხადია. უხუი. აუ, რა მიდია? ამით ტურბო. ნინო, რამდენი ხანია საბა ბავშვებთან ერთად აღარ მინახავს? რა კარგი რაღაც მოგიფიქრებია. ხო, იმედია გაამართლებს. ესე კი არ მინდა რომ მარტო პლანშეტის გამო იმეგობრონ, მაგრამ დასაწყისისთვის არ აუშავს, ხო? რატო? ერთთან გაიცნობენ ახევენ რა ბიჭი, როგორი მხიარული კეთილი. ძალიან კარგი. ესენიც კარგი ბავშვები არიან და მალე დამეგობრდებიან. ხო, იმედია. კარგი. მე წავალ ახლა. და ამ დღეებში კიდე გამოვიდე. კარგი. პლანშეტს საბას უტოვებ? ხო, კონდეს. უბრალოდ მაინც ყურადღება მიაქცია, რომ ვინმე არ წაართვას, კარგი. კარგი, აუცილებლად თვალყურს არ მოვაშორო. რაღაც მინდა რომ გთხოვო. გაიყო. ჯერჯერობით ლევანთან მაინც არაფერი თქვა, კარგი? კარგი. საბა თუ არაფერს არ იტყვის, მე არ მოვყვებ. ადვოკატ. დროებით. ნანა სახლში ხარ? კი ლეილა, მოდი აქ ვარ. რა შვები როგორ ხარ? რა ვიცი ვარ.
შერაშები გაწუხებს კიდე წნევები. რავი ხანისე რას გაიგე. რა ხდება ახალი? რა უნდა ხდებოდეს, ყველაფერი ძველებურად. კაი, ეხა მე რას მიმალა? რას გიმალავ, რა ზამო? ეხა შემოვიდნენ გოგოები ჩემთან, ქეთიდან უცა მაკასთან საჭორაოდ. მერე? ხო და ქეთიმ გოგოებს ისეთი რაღაცა უთხრა, ატეხეს სიხარულისგან წივილ-კივილი, რაღაცა ქორწილზე ლაპარაკობდნენ. რავო? ო, მე დამარტყა თავში, მე რო ვაკომნახე იმ გოგოსთან ერთად. ცოლად ხო არ მოყავს? მოიცა. სწორად გაიგე, რაღაცა ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს. ნანა, ხო არ მომეჩვენებოდა რა. სად არის ვაკო? სახლშია? სახლშია. არა, რაღაცა არ მგონია. მე ძა ამდენ მკითხაობას დაუძახე და კითხე თვითონ. ბატონო, ვაკო დედა. მოდი შვილო დაგვენახე. მთელი დღე ან გადაღებაზეა, ან ჩაიკეტება ამ თავის ოთახში. აი, მოდი დედა შეჭამე რაღაცა, შემწვარი წიწილა მაქვს. კარტოფილი არ გინდა? აი არ მშია, როგორ. ვაკო, გირჩევნია ეხა ჭამო, თორე ცოლს რა მოიყვა, ნანასნაირ გებრიელ საჭმელს კი ვერ გაგიკეთებს. მოგენატრება მერე, მოდი. აი რა დროს ჩემი ცოლია. ვაკო დედა. შენ მართლა ცოლის მოყვანას ხო არ აპირებ? ქეთი თუმე რაღაცებს ეუბნებოდა გოგოებს. კაი, ხო არ გაგიჟდა ეგ რა ცოლი, კაი. რატომ შვენიერი გოგოა ის? რა ვიცი. ლეილა, საიდან მოიტანე ხა ეს ქორწილის ამბავი? აი ნახა, ვინმეს ქორწილი თუ არ იქნება მალე. საიდან მოვიტანე? კაი, გავედი მე. კაი რა გეწყინა? მეწყინა არა, გავიბუტე. რამეს თუ გაიგებ, გამაგებინე. აბა რას ვიზამ, პირველი შენ გეტყვი. რასაც წყალი სახელო. მომიყევი ხო გიხვეწები და მთელი დღე ხმარო ვერ ამოგაგებინე. ой, ხა, გზაში ხარ მოგიყვებოდი და ბახოსთან ხარ დავიწყებდი არა მოყოლას ანიმატთან. აი მესინი რამხელები იყო. ასაც ძალიან იმათ შემეშინდა რომ დავინახე. მოყევი. რა მოკლედ რო გავედი? არ ვიცი ელენე საიდან როგორ. უცებ ეს ორი დეგენერატი გიждები რომ ახსენდება მეცა ჩამტენეს მანქანაში ისე რომ კივილი კი არა ჰაერიც ვერ ჩავისუნთქე ჩამტენობა ვერ გაუწიე გოგო მე გავუწიე ელენე ხა როგორ ფიქრობ არ გავუწევდი მაგრამ რას მოვერეოდი დალურჯებული ვარ სულ ხო და ის აზასთვის რო გეკითხა თხოვდებაო აი ზაზარს არა ხუმრობდი კაცო ხუმრობდი არა ის სერიოზულად ამბობდა აი რა სად მივდიოდი ხო არ ვიცოდი, თან ვიფიქრე რომ ეხა პანიკაც ავტეხავ, თქო, ავტეხე პანიკა, მანქანაში ხან კარს ვეცი, რა ვიცი, ფეხზე დავდექი მანქანაში, ეხა უნდა გადავხტე, თქო და ნუ რა, ვერაფერი. მე არაფერი, ეს სოსო გიჟია და ეს მიმის ძმა კაცი ბერიკა იმაზე უარესი გიჟი ყოფილა. აი, ეხლა გაიგე? გენერატი. აი, ხა არ გავიგე, მაგრამ რა ვიცოდი თუ ამდენს გამიბედავდნენ. მიმიყვანეს მე სადღაც არაგვის პირში ჯანდაბაში, მე რომ ახსენდება. ხალხის თავზე ვიღაცები, სუფრა გაშლილი, დაიწყეს მე ამ ვაჟბატონის ქება. ისე აქებდნენ ცოტა დავიჯერელა ამის, ესეც ბედნიერი იყო, შეხედეთ რა ცოლი მოვიყვანეთ, თავს ატრიალე და კონდახივით, მე ზიზღება რომ ახსენე. მე ალბათ შენ სათქოს ისეთ ჰისტერიკას მოვაწყობდი, რომ მამიდა ჩემი გაიგებდა სოფელში. მე მოვაწყო რომელია, შემოვიხიე ტანსაცველი, მაგრამ ვინ მიშველა? ვერც ვერაფერი ვერ ვქენი. არა, ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს. ტელეფონი ხო წაგართვა და რანაირად დამირეკე. რა? რა ვიცი. ხო, რანაირად აგირეკე და რომ მივხვდი რომ შანსი არ მქონდა არაფრის, ვერსად ვერ დავრეკავდი, ფეხით ვერ გამოვიქცოდი. აუ თან შემეშინდა რომ თვალი რო იყო, რა ვიცი, არ იძალაოს მეთქი. აი რა ვიცი, ყველაფერი ვიფიქრე რა ელენე და გამოსავალი მოვიფიქრე ის რომ ვუთხარი რომ ვრჩები თქო. ბედს ვეგუები თქო, აი დავრჩები თქო. და ხო აი ვთხოვდები თქო და აი ტიპს რა დაემართა, იცი რომ გაგიჟდა ხო მთვალი იყო. უარესად გადაისხა ღვინო პირში და აი, ნუ ძალიან აქეიბდა რა. ხამ გვეძინა. გაიხა. აი, მე გვეძინა რანერთ გეძინა. ფერი ისეთი მთვალი იყო და თან მე ვუთხარი რომ რა თან მე ვუთხარი რომ ეხა თქო დაყლილი ვარ თქო რა ვიცი რა
აზე მოვიფიქრე. ხო და მეც დამეძინა, რაც მთავარია, გათიშულს მეძინა, როგორ გათენდა ვერ გავიგე. იმ დღეს მეც დავლიე ცოტა, ისევ ნერვიულობდი, რომ არ დამილია გავგიშდება. არა, მოიცეთ, ვახო რა მოგაფიქრა, ვახო. როგორ მოვიფიქრე და რო გირეკავდი, წინ მედგა ეს ბაჟბატონი, დეგენერატი მის სახე რომ ახსენდება და რა უნდა მეთქვა? თან იცი რა ვფიქრობდი, ვაიმე ხა ელენე რო ვერ მიხვდეს, ვახოც რატო ვეუბნები თქვენ შეიძლება გავგიშებულიყავ, ძალიან ვინერვიული, მაგრამ აი ვარ მივხვდი, მაგაზე მივხვდი ზუსტად. აუ ისე რუსუდავს უნდა დაურეკო და მადლობა უთხრა. მე უთხარი უკვე მადლობა და ხვალ რომ მივხვდი მე და შენ შედი და დაეყარა. აი შე, სახლში ხარ უკვე. დალია ხარ მიდი. დალია. დე. რაჩვეფი. მე ავით ტელევიზორს უყურებ. შემოვჩით მაკასთან გოგოები ლაპარაკობდით და ხო, მითხრა ლეილ. რა გითხრა? რა ვიცი, გამაგიჟა. გინდა თუ არა ვაკოს სოლი მოყავს. რაო? რა ვიცი, შენი რაღაც საუბარი გაუგია ქორწილზე რო ლაპარაკობდი და დაიჩემა ვაკოს სოლი მოყავსო. ხო იცი რა ფანტაზიორია რა. ნუ ეგ ბოლომდე ფანტაზიები არ არის. რა არ არის? დე. ნიკა ხო იცი? კი. დღეს ჩამოვიდა თბილისში ისრაელიდან. მე? ისევ მიდის სამუშაოდ და უნდა რომ მეც გავყვე. შენ დედა? მაგრამ როგორ? ანუ ცოლად უნდა რომ გავყვე. რა? ხო. ვაიმე კეთი. ხო, მაგრამ შენ რა დათანხმდი? არ ვიცი. 2 წლით რომ მიდის, მეც უნდა გავყვე და შენზე და ვაკოზე ნერვიულობ აქ როგორ დაგტოვა. არა დედა, რა მოხდა მე? შენ ჩემზე და ვაკოზე ნუინერვიულებ. იცი რა, თავარია შენი ბედნიერება, დედიკო. ისრაელი ხო ახლოს არის და ხან მე ჩამოვალ, ალბათ თქვენც ჩამოხვალთ და რაღაცა ესე, არა? დედა, არ იტირო ახლა, თორე მეც ვიტირო. ვაიმე დედა. ჩემი გოგო, ჩემი ლავა. ვაკო. ნიკამ წარმოგიდგენია ქეთის ხელის თხოვა. აი, გასო. და მე ვხოდები. არ მიხარ და? რა კილოცა. ესე იგი ქორწილი გვაქვს. არა, ქორწილი ვერ მოესწრება, იმ კვირაში უნდა წავიდეთ უკვე. როგორ დედა ასე მალე? მოიჭრად მიდი. ნიკას აქვს კონტრაქტი ისრაელში 2 წლით და მეც მივდივარ. მე ნეტა მამა შენი მოსწრებოდა ამ დღეს. აი დედა დაწყნარდი ხვეწები რა. არა დედა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია. წყალი ხო? მომიტა. აი დედა გიხვეწები დაწყნარდი ხარ ხო? აი, კარგი. აი. ხარ ჩამო. ხო, აი. ჩემპატარა. დალი. მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად თანახმოვარ. აიც არა ბიჭო, რა იქნება კარგად, ცოლის მოყვანას ვაპირებდი იმას გერაც ემატყებას. მაკა, როგორ ხარ? კარგად. Здорово, брат. აუ, მაგარი დამეძრა. რა მოგივიდა თქვი? ცი მოვკ. რა?